სამხრეთ კავკასია, საქართველო, რუსეთს, სომხეთს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის მოქცეული შავი ზღვის პირა პატარა ქვეყანა. კავკასიონის მთებში, შავი ზღვის სანაპიროზე, მდინარეების ტყიან ხეობებში მდგარი 5000-ზე მეტი ტაძარი, ეკლესია, სასახლე თუ უძველეს ძეგლთა ნანგრევები ქვეყნის 3000 წლიან კულტურასა და ისტორიაზე მოგვითხრობენ. ქართულმა ხუროთმოძღვრებამ არაერთი შესანიშნავი ნაწარმოებით გაამდიდრა მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობა. ქვეყნის ისტორიას ოდითგანვე რთული გეოპოლიტიკური მდებარეობა განაპირობებდა. გაუთავებელი ომები, ბრძოლები ქრისტიანული სარწმუნოების გადასარჩენად, თავსმოხვეული კომუნისტური რეჟიმი და ბოლოდროინდელი ისტორიული კატაკლიზმები სრულად აისახა ქვეყნის მატერიალურ კულტურაზე. გრევას აღმშენებლობა მოჰყვებოდა და ალბათ ამიტომაც საქართველო ყოველთვის ითვლებოდა კულტურული ცხოვრების და ხელოვნების ცენტრად კავკასიაში. ქართული კულტურული ფასეულობების შენარჩუნება დიდად განაპირობა საქართველოს ისტორიასა და კულტურაზე შეყვარებულ ადამიანთა მეცენატურმა მოღვაწეობამ. მათ შორის იყვნენ მიტროფანე ლაღიძე, დავით სარაჯიშვილი, ძმები ზუბალაშვილები, ალექსანდრე მანთაშოვი, ისაი პიტოევი. ტრადიცია დღესაც გრძელდება. 90-იანი წლების მიწურულს ჯერ კიდევ მოსკოვში მცხოვრები ბადრი პატარკაციშვილის ინიციატივით საქართველოში საქველმოქმედო ფონდი გამარჯვება დაარსდა. ფონდის საქმიანობა ისტორიულ-რელიგიური ძეგლების აღდგენა კონსერვაციას, კულტურულ პროგრამებს, ოლიმპიურ სპორტულ მოძრაობას, სოციალურად დაუცველი ადამიანების და განსაკუთრებით მძიმედ დაავადებული ბავშვების ჯანმრთელობის პრობლემებს უკავშირდება. ისტორიული მემკვიდრეობის გადარჩენა უძველესი კულტურის მქონე ქვეყანაში ბადრი პატარკაციშვილის საქველმოქმედო მოღვაწეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ქართული ფრესკების ჩამოხსნა ახლო აღმოსავლეთის მართლმადიდებლური ცენტრებიდან ჯერ კიდევ 1910 წელს დაიწყო და საუკუნის ბოლოს კიდევ უფრო გააქტიურდა. კერძო კოლექციებში თავმოყრილი სიწმინდეები ყიდვა-გაყიდვის საგნად იქცა. 1999 წლის მაისში ქართველ მეცნიერს, რომელიც იმ პერიოდში იერუსალიმში მუშაობდა, გერმანელმა კოლექციონერმა შმიდტმა უცნობი ფრესკების ფოტოები აჩვენა და მათი იდენტიფიცირება სთხოვა. დავხედე თუ არა, მივხვდი რომ აჯურის მონასტრის ფრესკები იყო, ეს იყო მშვენიერი 3 ფოტო. ჯერ ძალიან გამიჭირდა, თქმა არ ვიცოდი, მე თქვა თუ არა, რა იყო და πώς გადავწყვიტე, იმიტომ რომ მიხვდა თვითონ ეს გერმანელი, რომ ვიცოდი, მივხვდი რაც იყო და მოთხარი რომ აჯურის მონასტრის ფრესკებია. მას ეგონა რომ ეს იყო ბიზანტიური ფრესკები. შმიდტმა, რომელიც ბიზანტიური კულტურით იყო დაინტერესებული, ფრესკების ქართული წარმომავლობა ეჭქვეშ დააყენა. მაშინაც კი, როდესაც ჯვრის მონასტერში სწორედ იმ კეტელთან მიიყვანეს, საიდანაც ფრესკები იყო ჩამოხსნილი. იმედგაცრუებულმა კოლექციონერმა 10 დღე ბიბლიოთეკაში გაატარა. ქართველი მეცნიერის დასკვნა სუსტი აღმოჩნდა. 10 დღის შემდეგ შმიდტი კვლავ შეხვდა თამილამ გალობლიშვილს. ფრესკებით მოვაჭრე დილერებთან დაკავშირებას შეჰპირდა და ფრესკების ფოტოები გადასცა. საქართველოში დაბრუნებისთანავე 1999 წლის 7 ივნისს ქართველი მეცნიერი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს ფოტოებს გადასცემს და უყვება თუ როგორ მიაგნო ფრესკების კვალს. პატრიარქისთვის ნათელია ჯვრის მონასტერში ბათქაშიანად მოჭრილი ფრესკების უდიდესი მნიშვნელობა და მათ შეძენასა და საქართველოში ჩამოტანაზე იწყებს ფიქრს. 1999 წლის ოქტომბერში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორეს მოწვევით გერმანელი კოლექციონერი შმიდტი საქართველოში ჩამოდის. ჯერ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ხვდება, შემდეგ კი სვანეთში, დავითგარეჯში და ბოდბეში მიემგზავრება. მოგზაურობიდან დაბრუნებული, ქართული კულტურითა და ისტორიით მოხიბლული შმიდტი მზად არის დაინტერესებული მხარე დილერებთან დააკავშიროს. იწყება ჯვრის მონასტრის ქართული ფრესკების გამოსასყიდი თანხის ძიების ხანგრძლივი პროცესი. ბიზნესმენები, რომლებიც ფრესკების გამოსასყიდი თანხის გადარიცხვაზე დათანხმდნენ, არ ჩქარობენ და დროის გაყვანას ცდილობენ.
ქართული ფრესკების სამუდამო დაკარგვა დღითი დღე გარდაუვალი ხდება. შმიდტი წერდა წერილებს, რომ არ იღებს ამ ბიზნესმენებისაგან პასუხს, მე უკავშირდებოდი. ამათ მოკეთ ეს ძალიან დიდხანს გაგრძელდა. იანვარში დამირეკა შმიდტმა და მითხრა ძალიან დიდ პატივს გცემ, მაგრამ ჩემთვის გაურკვეველიაო და ჩემი პრესტიჟი ილახება, იმიტომ რომ დილერებთან თანაც შმიდტმა ოქტომბერშივე კანადაში კერძო კოლექციაში არსებული ფრესკა, რომელიც დღეს კიდია სვეტიცხოველში, გადმოიტანა თვითონ შმიდტმა დილერის საშუალებით ლონდონში, იყო საბაჟოზე შეფუთული და ეს გაგრძელდა დაახლოებით ასეთი მდგომარეობა მაისამდე. უწმინდესი დასახმარებლად მოსკოვში მოღვაწე საქართველოს ელჩს ვაჟა ლორდ-კიფანიძეს მიმართავს. ელჩი დანაპირებს მალე ასრულებს მოსკოვში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენის და მეცენატის დახმარებით. 29 მაისს ღამე შმიდტმა დამირეკა გერმანიდან, ფული გადარიცხულია და ფრესკა გადარჩენილია. ჯვრის მონასტრის ფრესკის საქართველოში დაბრძანება საყოველთაო დღესასწაულად იქცა. უძველესი ხატების დაბრუნება სოციალური და პოლიტიკური პრობლემებით სავსე ქვეყანაში უდიდესი იმედად და ღმერთის თანადგომად აღიქმებოდა. საქართველოს გამოჩენა სიძველეებით ვაჭრობის საერთაშორისო ბაზარზე კიდევ იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ ქართული სიწმინდეებით ვაჭრობისას დილერები ახლა პირდაპირ ცდილობდნენ საქართველოსთან დაკავშირებას, რადგან იცოდნენ ფინანსური სიძნელეების მიუხედავად ქართველები მათ შესყიდვაზე იზრუნებდნენ. მალე მიუნხენსა და ბელგიაში ჯვრის მონასტრიდან ჩამოხსნილი კიდევ ორი ფრესკა და დაჭრილი ხატი გამოჩნდა. დაჭრილ ხატს ოჯახი უფასოდ იძლეოდა, თუ ქართული მხარე ყველაფერს ერთად შეისყიდდა. 2000 წლის ოქტომბერში ბადრი პატარკაციშვილი ეხმაურება პატრიარქის მოწოდებას და მზად არის შეისყიდოს ორი ფრესკა და დაჭრილი ხატი. 2000 წლის ოქტომბერი დაუკავშირდა ბატონ ბადრის. ბატონ ბადრი პატარკაციშვილს, რომელიც იმ დროს მოსკოვში ცხოვრობდა. დაუკავშირდა მას და მე მომცა მისი კოორდინატები და მთხოვა რომ დავკავშირებოდი. მეც დაუკავშირდი და დაიწყო სოციალ ძალიან საინტერესო საქმიანი და ძალიან სასიამოვნო ურთიერთობა, იმიტომ რომ არ ყოფილა არანაირი გართულება. აი ამ ურთიერთობის დროს დავუშვათ არც გადავადება და ყველაფერი ძალიან ზუსტად მიდიოდა გეგმით, როგორც ამას თხოვლობდა კოლექციონერი შმიდტი. 10-12 წელიწადია ბადრი აი ამ თვალსაზრისით ძალიან ბევრ რამეს აკეთებს. ერთი კონკრეტული გამოვლინება აი ამ გზაზე იყო, თქვათ იმ ფრესკების მოძიება და დაბრუნება, რომელიც აი მოხერხდა პირდაპირ ბათქაშიანად მოჭრილი და გატანილი ქართული ფრესკების იერუსალიმის ჯვრის მონასტრიდან და აი სწორედ მისი ხელშეწყობით და მისი უშუალო მონაწილეობით მოხერხდა მათი დაბრუნება საქართველოში. ქართული სიწმინდეების საქართველოში დაბრუნების პროცესში ბადრი პატარკაციშვილის თანადგომა მალე იერუსალიმში მომუშავე ქართველ მეცნიერებთან ფართომასშტაბიან თანამშრომლობაში გადაიზარდა. პატარკაციშვილმა მთლიანად დააფინანსა ორთვიანი ექსპედიცია იერუსალიმში, რომელმაც უძველესი ქართული მონასტერი და საქართველოს შესახებ ოქროს მინიატურებით დასურათებული 90 სრულიად უცნობი წარწერა აღმოაჩინა. შოთა რუსთაველის ხატის ჩამოფხეკვასთან დაკავშირებულ რთულ სიტუაციაში პატარკაციშვილი ქართველ მეცნიერთა გვერდით იდგა, რათა მათთვის სხვადასხვა რანგის ბიუროკრატიული პროცედურები შეემსუბუქებინა. სწორედ ბადრი პატარკაციშვილის ინიციატივით 2006 წელს ჯვრის მონასტრის მახლობლად შოთა რუსთაველის ბარელიეფი გაიხსნა. მინდა მთელი საქართველოს მოსახლეობას მიულოცო უდიდესი ულამაზესი დღე, რომელიც დღეს გვაქვს ჩვენ აქ წმინდა მიწაზე. საქართველო ნამდვილად შეიძლება გაიხაროს დღეს, რადგან მის წმინდა სალოცავთან ულამაზეს ჯვრის მონასტერთან 53 ნაბიჯში გაიხსნა დიდი შოთა რუსთაველის ბარელიეფი. ბიბლიაში ნათქვამია, ქალაქს არ ჭირდება არც მზე, არც მთვარე მის გასანათებლად, რადგან ღვთის დიდებამ გაანათა იგი.
როგორ აღმოჩნდა საქართველოში ღვთის დიდებით განათებული ქალაქის იერუსალიმის მადლის ქვა და სად ინახებოდა იგი საუკუნეების მანძილზე. მე-6 საუკუნის პირველ ნახევარში საქართველოში წმინდა ასურელი მამები შემოვიდნენ, რომელთაც შემდგომში ზედაზნელად წოდებული წმინდა იოანე წინამძღოლობდა. ქრისტიანობის განსამტკიცებლად წმინდა იოანე ზედაზნელმა მოწაფეები აღმოსავლეთ საქართველოში წარაგზავნა. მათ შორის იყო წმინდა დავითიც, რომელიც ერთხანს თბილისის მიდამოებში მოღვაწეობდა. შემდგომ კი თავის მოწაფესთან, ლუკიანესთან ერთად საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთში, ივრის ზეგანზე, უწყლო და მცენარეულ საფარს თითქმის მოკლებულ კლდოვან ნახევარ უდაბნოში განმარტოვდა. დავითის სასწაულებმა მალე შორს გაითქვა სახელი. გარეთში დიდი საძმო შეიკრიბა და ახალი მონასტრების დაფუძნების აუცილებლობა შეიქმნა. დავითის ბრძანებით მისმა მოწაფემ წმინდა დოდომ ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია დააფუძნა. მისივე ბრძანებით დაფუძნდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია, რომელიც ერთ-ერთი უძველესი და უდიდესია გარეჯის სავანეთა შორის. წმინდა ადგილების სანახავად გარეჯში საუკუნეების მანძილზე მოდიოდნენ პილიგრიმები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან. მათ ინტერესს გარეჯში დავანებული სიწმინდეები წარმოადგენდა, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იერუსალიმის მადლის ქვა იყო, რომელიც დავითმა იერუსალიმის მოლოცვის შემდეგ ჩამოიტანა საქართველოში. დავითი თავის სიცოცხლეში წავიდა წმინდა მიწის მოსალოცად და მიუახლოვდა რა იერუსალიმს, არსებობს ესეთი გადმოცემა დავითის ცხოვრებაში არის მოთხრობილი ამის შესახებ, რომ მიუახლოვდა რა იერუსალიმს მორჩილებით ვერ შებედა ქალაქში შესვლა და მადლოვანების მთიდან იერუსალიმის 3 მადლის ქვა აიღო. 2 ქვა დაატოვებინა იერუსალიმის პატრიარქმა და 1 ქვა წამოიღო საქართველოში და ეს ქვა გარეჯში ინახებოდა მე-19 საუკუნის ჩათვლით. და გამოდიოდა რომ იერუსალიმის მადლის 1/3 გარეჯში იყო დაუნჯებული. მე-9 საუკუნის შუახანებიდან გარეჯში სამონასტრო ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყო. გაფართოვდა და თანამედროვე სახე მიიღო ფერისცვალების ეკლესიამ. შეიმკო წმინდა დავითის საფლავი. შეიქმნა ახალი ქვაბსამლოცველოები. ამ პერიოდს უკავშირდება გარეჯის ფრესკული მხატვრობაც. მოხატულობები ინდივიდუალური სტილური ნიშნებით და იკონოგრაფიული თავისებურებებით მაღალი მხატვრული დონით და ღირებულებით გამოირჩევიან. ისინი შუა საუკუნეების ქართული მონუმენტური მხატვრობის საუკეთესო ნიმუშებს წარმოადგენენ და ბიზანტიური წრის საუკეთესო ძეგლთა შორის განიხილებიან. მე-11 საუკუნიდან გარეჯი საქართველოს მეფეთა კარის კუთვნილებაში გადადის. მე-12-13 საუკუნეების მიჯნაზე აღმშენებლობის პროცესი მაქსიმალურ აღმავლობას აღწევს. სწორედ იმ ხანადაა აშენებული იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია და ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი საინტერესო ნიმუში ზედა ეზოში აღმართული დიდი კოშკი, რომელიც მეფე ალექსანდრე მეორის სახელს უკავშირდება. თამარ მეფის 5 პორტრეტიდან 2 სწორედ გარეჯშია შემორჩენილი, ბერთუბნისა და ნათლისმცემლის მთავარ ტაძართა მოხატულობებში. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს თავზე დამტყდარი ყველა ქარტეხილი თანაბრად განაწილდა გარეჯის სავანეებზეც და ძალიან ბევრი გაჭირვება და დარბევა გადაიტანეს აქ ბერებმა საუკუნეთა მანძილზე და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამ დარბევებს შორის იყო აღდგომის დღესასწაულზე 6000 ბერის ამოწყვეტა აგარიანთა მიერ. ადრეული მონაცემების მიხედვით ეს მოვლენა მოხდა შაჰ-აბასის შემოსევის დროს, მაგრამ ბოლო პერიოდის გამოკვლევების საფუძველზე შეიძლება ეს თარიღი გადატანილია მე-11 საუკუნეში და ეს დარბევა და განადგურება ამ ბერებისა ბოლო მონაცემებით მე-11 საუკუნეში მოხდა. მე-20 საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს საქართველოში ფართომასშტაბიანი ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა იწყება. 200 წლიანი რუსული და 70 წლიანი კომუნისტური რეჟიმის ბატონობის შემდეგ საქართველოს თავისუფლების შანსი ეძლევა. მიუხედავად უკიდურესად გამძაფრებული სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციისა, ყველას ესმის პირველ რიგში ქვეყნის ისტორიის, მისი სულიერი და ნივთიერი კულტურის დაბრუნებაა საჭირო. ათასობით ადამიანი გარეჯის უდაბნოში იკრიბება და ცდილობს დიდი კულტურული და რელიგიური მნიშვნელობის ძეგლი რუსული ჭურვებისგან დაიხსნას. ისტორიული მნიშვნელობა მისი განუსაზღვრელია ნამდვილად, იმიტომ რომ
აი ესეთი ცენტრი კულტურული და სულიერი, ну შეიძლება ერთი გელათი დავასახელოთ კიდევ ერთი, რომელიც საქართველოში არსებობდა, აი ასეთი მასშტაბის, რომელმაც აი ესეთი დიდი როლი შეასრულა ჩვენს სულიერ და კულტურულ ცხოვრებაში. 2001 წელს გარეჯს ქართველი ბიზნესმენი და მეცენატი ბადრი პატარკაციშვილი ესტუმრა და თითქმის მიწასთან გასწორებული მონასტრის ხილვის შემდეგ მისი აღდგენა რესტავრაცია გადაწყვიტა. სანამ ბატონი ბადრი დაეხმარებოდა დავით გარეჯის უპირველეს მონასტერს ლავრას, მანამდე მდგომარეობა შეიძლება ითქვას იყო მოუწესრიგებელი და ბატონი ბადრიც პირველად, როდესაც მე ესე ვიცი ნახა გარეჯის უდაბნო, ძალიან დიდი სურვილი გაუჩნდა, რომ რაღაცნაირად დახმარებოდა იქ მონასტრის ძმობასაც და თვითონ აი ამ კომპლექსსაც. დაიწყო გარეჯის მონასტრის აღდგენა. აშენდა წინამძღვრის ოთახი, შეკეთდა ძველი ოთახები და გადაიხურა მათი დამაკავშირებელი ბაქანი. გამოიცვალა მონასტრის გუმბათის დაზიანებული თუნუქის საფარველი. მონასტრის არქიტექტურული სახის მოწესრიგებასთან ერთად პატარკაციშვილმა რესტავრაციის პერიოდში 10-15 მორჩილს და ბერმონაზონსაც გაუწია დახმარება. ფაქტიურად, როდესაც სამუშაოები დამთავრდა, ყველასთვის აი ესეთი თვალსაჩინო აშკარა გახდა, როგორ იცვალა სახე გარეჯის მონასტერმა. მოწესრიგდა ისტორიული მონასტრის გარემო, შეძლების და გვარად ზედმიწევნით ძველი იერსახის გამეორებით, რაც იქ მყოფი ბერმონაზონებისათვის დიდი ნუგეში და დიდი დახმარება იყო. ისთვისაც აი ვმადლობთ პირველ რიგში ღმერთს და მე ბატონ ბადრის, რომლის ხელითაც ღვთისგანგებულებით ეს საღვთო და საშვილეშვილო საქმე გაკეთდა. ლეონტი მროველის ქართლის ცხოვრების მიხედვით ებრაელები 26 საუკუნის წინ მოსულან მცხეთაში. ქართველებს და საქართველოში მცხოვრებ ებრაელებს, რომლებიც დღეს ქართველ ებრაელებად იწოდებიან, საერთო ისტორიული წარსული აქვთ. ქართველმა ებრაელებმა ქართველებთან ერთად გამოიარეს მსოფლიო ომები. ბოლშევიკების მიერ საქართველოს ოკუპაცია, კომუნისტური რეპრესიები, პოსტსაბჭოური კონფლიქტები, საქართველოს უახლესი ისტორიის ყველა უმნიშვნელოვანესი ეტაპი. მიუხედავად ისტორიული პერიპეტიებისა, ქართველი ებრაელები ყოველთვის ინარჩუნებდნენ ეთნიკურ თვითმყოფადობას, რომელიც მათ უძველეს ტრადიციებში და უპირველეს ყოვლისა მათ რელიგიაში, იუდაიზმში ვლინდება. ამის ნათელი დადასტურებაა მე-19 საუკუნის მიწურულს დასავლეთ საქართველოში, რაჭის მაღალმთიან რეგიონში აგებული, მცირე იერუსალიმად წოდებული ონის სინაგოგა. სინაგოგა 1890-95 წლებში აშენდა. მისმა აღმშენებელმა ელია ამშიკაშვილმა პროექტი ევროპაში შეუყვეთა. ალბათ ამიტომაც ნაგებობა შემცირებულ ფორმატში განხორციელებული კრაკოვის სინაგოგის ასლია. ახალგაზრდა ელია ონელ ებრაელობას სასწავლებლად მოსკოვში გაუგზავნია. მოსკოვიდან ელია პოლონეთში, კერძოდ კი კრაკოვსა და ვარშავაში წასულა, სწავლის გასაგრძელებლად. სწავლის დასრულების შემდეგ ელია რაბინად აკურთხეს და ევროპაში დარჩენა შესთავაზეს. ევროპაში დარჩენაზე ელიას მტკიცე უარი უთქვამს და საქართველოში დაბრუნებულს თავისი დიდი ხნის ოცნების განხორციელება, მშობლიურ რონში სინაგოგის მშენებლობა დაუწყია. წამოსვლამდე ვარშაველი რაბებისთვის დახმარება უთხოვია და იქვე შეუკვეთეს სინაგოგის პროექტიც. სწორედ ვარშაველი რაბების ძალის ხმევით დაუკავშირდა იგი ევროპული საქმიანი სამყაროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურას და სინაგოგის პოტენციურ სპონსორს ნათანიელ როტშილდს. ნათანიელ როტშილდი ძალიან მოხიბლულა ამ ძალზე ახოვანი ევროპაში განსწავლული უცხოენებზე მოსაუბრე ულამაზესი ქართველი ჭაბუკის საღვთო იდეით, მისი შთაგონებით, რომ აეგო რუსეთის იმპერიაში შემავალი პატარა ქვეყნის ბუმბერას მთებში მოქცეულ ციცქნა დაბაში უფლის სახლი. ამ პერიოდში ნათანიელ როტშილდი უკვე შემოსულია რუსეთის ნავთობმომპოვებელ ბაზარზე, კერძოდ ბაქოში და ბაქოდან ბათუმში. ელიას როტშილდმა ბათუმში თავისი ფირმის წარმომადგენელ სტრადლოვსკისთან სარეკომენდაციო წერილი გამოატანა. სტრადლოვსკიმ მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება გაუწია ახალგაზრდა რაბინს.
თუმცა ონის სინაგოგის ინვესტორები მხოლოდ როტშილდები არ ყოფილან. როდესაც სამშობლოში ბრუნდებოდა, ელია მოსკოვში შეჩერდა და თავისი გადაწყვეტილება მოსკოველ მეგობრებს ამცნო. მათ დახმარება აღუთქვეს და დააკავშირეს კიდეც პეტერბურგში მოღვაწე სახელგანთქმულ ალფრედ ნობელთან, რომელმაც როტშილდის მსგავსად მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება გაუწია სინაგოგის მშენებლობას. სასულიერო დისციპლინებსა და ფილოსოფიაში ღრმად განსწავლული ელია კარგი მენეჯერიც აღმოჩნდა. ზუსტად გათვლილი გეგმის წყალობით სინაგოგის ჩონჩხი 8 თვეში აშენდა და შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოებით დასრულდა. რესურსად ადგილობრივი ქვა იქნა გამოყენებული, რომლის მოსაპოვებლად ელია სოფელ-სოფელ დადიოდა და ხარებით ეზიდებოდა ონში. 1895 წელს სინაგოგა საზეიმოდ გაიხსნა. ეს ყოფილა ძალზე დიდი რეგიონული ზეიმი და დიდი ღონისძიება. დიდი ტრაპეზი ყოფილა გაახმართული სინაგოგის ეზოში, დიდფასად გაყიდულა სინაგოგის კარის გახსნის უფლება. ონის ქუჩებში ხალხმრავალი ქეიფი და მხიარულება ყოფილა და თავი მოუყრია მთელი საქართველოდან და სხვათა შორის ამიერკავკასიიდანაც ოფიციალურ პირებს, ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლობას, სტუმრებს. კომუნისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყნის რელიგიურ ძეგლებს დიდი საშიშროება დაემუქრათ. ათეისტური იდეებით შეპყრობილმა წითელმა კომისრებმა გაოგნებული მოსახლეობის თვალწინ თბილისში მიწასთან გაასწორეს ცისფერი მეჩეთი, რუსული მართლმადიდებლური ეკლესია რუსთაველის, მაშინდელი გოლოვინსკის პროსპექტზე და კიდევ მრავალი სხვა ისტორიულ-რელიგიური ძეგლი. იგივე ბედი ელოდა ონის სინაგოგასაც, რომ არა ერთი ისტორია, რომელსაც ქართველი ებრაელები დღემდე ყვებიან. ელია ამ დროისათვის ცოცხალი აღარ იყო, მაგრამ მამას ოჯახმა საპროტესტო აქცია მაინც გამართა. მამას მეორე პაპა მოსე ბუზუკაშვილმა საკუთარი ოჯახის ქალ-რძალი ჩვილი ბავშვებიანად სინაგოგაში გამოკეტა. ამ მაგალითს ხარიაობა თემის მთლიანად თემა, ებრაულმა თემა და საკუთარი ოჯახებიდან ქალები და ჩვილი ბავშვები ჩაიკეტნენ, გამოიკეტნენ სინაგოგაში მამას ბებიის, ქალიკო ბებიას ხელმძღვანელობით. ისე რომ არც ერთი მამაკაცი ამ აქციას არ გაკარებია, ხოლო მოსე ბაბუას ეს ძალიან ამაღელვებელი ფაქტორია, დახმარება უთხოვია სოფელ ღარის, რაჭის სოფელ ღარის ქართველი ქალებისათვის, რომლებიც სოლიდარობის ნიშნად თავისი საკუთარი ჩვილებიანად მოსულან და სინაგოგისათვის გარედან წრე დაურტყიათ და თან მალულად ტაძარში გამოკეტილებს რძეს აწვდიდნენ. ამასობაში სინაგოგაში ჩაკეტილი ბავშვებისა და ქალების მოთქმა ტირილმა ვანდალები გააოგნა, დრო გაიწელა. ამასობაში თბილისში მავრულად გაგზავნილმა ებრაელმა მამაკაცებმა მთავრობაში საქმე მოაგვარეს და შეწყნარების საბუთი ონში ჩაიყოტანეს, რის შედეგადაც სინაგოგა გადარჩა. მე-20 საუკუნის 70-იან წლებში დაწყებული დიდი ალია 90-იან წლებში კიდევ უფრო გააქტიურდა. ონი ებრაელობისაგან თითქმის სულ დაიცალა. ამას 1991 წელს რაჭაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრაც დაერთო. სინაგოგის სახურავიდან ჩამონგრეულმა არქიტექტურულ-დეკორატიულმა დეტალმა საგრძნობლად დააზიანა სინაგოგის შესასვლელი კარი. ოქროსფერი სინაგოგა გაშავდა მტვრისა და ჯუჭყისაგან. სინაგოგამდე მისასვლელ გზას ნანგრევები ფარავდა. მიწისძვრის მერე იგი რესტავრირებული იქნა, ხოლო 10 წლის წინ, ესე რა ქვია, 1995 წელს აღინიშნა სინაგოგის 100 წლისთავი. მაშინ იყო რიგითი ესეთი რემონტი ჩატარდა, ხოლო 10 წლის შემდეგ უკვე შარშან 2005 წელს ბადრი პატარკაციშვილის საქველმოქმედო აქციის დამსახურებით იგი კიდევ ერთხელ გარემონტდა, კიდევ ერთხელ ჩადგა ფორმაში და გაბრწყინდა. (1991) წლის მიწისძვრას ვერც მრავალძალის წმინდა გიორგის ეკლესია გადაურჩა. რაჭის მაღალმთიან რეგიონში იგივე სახელწოდების სოფლის განაპირას აღმართულ მთაზე მდგარ ეკლესიას ჩრდილოეთით კავკასიონის მთები, ხოლო დასავლეთით რიონის ხეობა ესაზღვრება. ტაძარი რაჭა იმერეთის უმნიშვნელოვანესი სალოცავია და მას მრავალ სასწაულს უკავშირებენ. სტილისტური ნიშნებით ეკლესია მე-11 საუკუნის დასაწყისს მიაკუთვნება. ტაძარი ქვაზე კვეთის არაჩვეულებრივი ნიმუშებითაა შემკული, რომელიც დღემდე იკითხება ეკლესიის აღმოსავლეთ ნაწილში.
მრავალძალის წმინდა გიორგის ეკლესიაში დაცულ საგანძურთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი შაჰ აბასის მიერ ტაძრისთვის შეწირული ხმალი ყოფილა. ეს სპარსული ხმალი ყოფილა, ტარიქონია ოქროთი და ძვირფასი თვლებით შემკული. შეიძლება ასეც იყო, ან უბრალოდ ეს რაც ლეგენდა. იყო ძალიან ძვირფასი ჯვარი, ხატები. დღეისათვის ალბათ ნაწილი ნივთებისა შეიძლება იყოს დაცული, ნაწილი ალბათ დაკარგულია. ყოველ შემთხვევაში ხმლის კვალი არსად არ ჩანს. მიწის ძვრამ მთლიანად დაანგრია მე-19 საუკუნის ბოლოს ამავე ადგილას აშენებული გუმბათოვანი ეკლესია. ეკლესიის ნანგრევები ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილში შემორჩენილ მე-11 საუკუნის დარბაზული ეკლესიის საკურთხეველს დაემხო. საკურთხეველი გადარჩა, თუმცა მოხატულობის ნაწილი მნიშვნელოვნად დაზიანდა. სარკმლის მორთულობის თაღოვან ნაწილში მე-11 საუკუნის ასომთავრული წარწერა იკითხება. წმინდა გიორგი შეიწყალე კეთილად მოღვაწენი ამის ეკლესიისანი. როდესაც კულტურული მემკვიდრეობის ფონდმა მრავალძალის წმინდა გიორგის ეკლესიის კონსერვაცია გადაწყვიტა, გაჩნდა მოსაზრება, რომ ეკლესიას ის სახე დაბრუნებოდა, რომელიც მე-19 საუკუნეში ჰქონდა. პადრი პატარკაციშვილის საქველმოქმედო ფონდმა მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია საკონსერვაციო სამუშაოებს. ტაძრის შიდა ეზო და მისასვლელი გზა ნანგრევებისგან ეკლესია მნიშვნელოვანია თავის ხუროთმოძღვით, ვინაიდან ატარებს როგორც ზოგადად ქართული არქიტექტურის, გვიანი შუა საუკუნეების არქიტექტურისათვის დამახასიათებელ ნიშნებს, ასევე ზოგადად კახეთის რეგიონის სახასიათო თვისებებს. მე-20 საუკუნის 50-იან წლებში კომუნისტურმა რეჟიმმა გრემის სამონასტრო კომპლექსი გააუქმა და გრემი ტურისტულ სანახაობად აქცია. ძეგლის რესტავრაცია არ ჩატარებულა. ხოლო მისი ფერადი ფოტო იგივე სახელწოდების კონიაკის პოპულარიზაციას ემსახურებოდა. 90-იან წლებში საქართველოში დაწყებული სოციალურ-პოლიტიკური ცვლილებები გრემსაც შეეხო. გრემის თავარანგელოს და ეკლესიის ბოლო რესტავრაცია მოხდა 90-იანი წლების დასაწყისში, ნაწილობრივ შეკეთდა ეს ეკლესია და მის შემდგომ უკვე აღარაფერი აღარ გაკეთებულა ამ ეკლესიაში და ნელ-ნელა უკვე დაიწყო ის მავნე პროცესები, სახურავი კარგად არ შეკეთდა მაშინ და ბოლოსთვის 2003 წლის უკვე ფრესკებზე ჩამოდიოდა წყალი. საუკუნეების მანძილზე მუსულმანური შემოსევებით დასუსტებული საქართველოს რუსეთის იმპერიაში გაერთიანების მთავარი მიზეზი მართლმადიდებლობა იყო. ატამანების იმპერიაში უკვალოდ გაქრობის პერსპექტივას საქართველომ ერთმორწმუნე რუსეთთან გაერთიანება არჩია, თუმცა ეს გზაც მძიმე აღმოჩნდა. სხვა უამრავ თავსმოხვეულ წესთან ერთად მეფის რუსეთმა ქართული ეკლესიების რუსულ ყაიდაზე გადაკეთებას მიჰყო ხელი. 16 საუკუნოვანი ქრისტიანული კულტურის მქონე ქვეყანაში თეთრად გადაიღება ეკლესიის კედლები, რომელთაც უმნიშვნელოვანესი რელიეფები და ფრესკული მხატვრობის შედევრები ამშვენებდა. მის მთავარანგელოსთა ეკლესიაც ვერ გადაურჩა თეთრ განსაცდელს, ხოლო მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში
ერთ დროს ულამაზეს ტაძარს განადგურება დაემუქრა. სახურავი წვიმას ვეღარ აკავებდა. გალავანი ნახევრად მორღვეული იყო. მხოლოდ სასწაული თუ უშველი და დანგრევის პირას მისულ ტაძარს. 2003 წელს ღვთისწყალობით მოხდა, რომ ბატონი ბადრი მობრძანდა 28 აგვისტოს მარიამობას ტაძარში მობრძანდა და მაშინ ჩოული ღიმილით მითხრა, რომ მამაო, რა გიჭირთ, რითი შემეძლია, რომ დავეხმარო ეკლესიას. და ამის შემდგომ მოხდა, რომ შედგა დაისახა გეგმები როგორ აღდგენილი იყო და რასაც ველოდით 10 უფრო მეტი გაკეთდა. გაკეთდა ის, რომ ჩვენ ვფიქრობთ მარტო სახურავის გაკეთებას, მაგრამ მთლიანად ეკლესიის ფასადი შეიცვალა. 2003 წელს ბადრი პატარკაციშვილის საქველმოქმედო ფონდმა გრემში ფართო მასშტაბიანი სარესტავრაციო სამუშაოები წამოიწყო. უძველესი ეკლესიის აღდგენა გადაწყდა. პირველი, ვინც ცხვარიჭამიის ამაღლების ეკლესიის აღდგენაზე მომუშავე საინიციატივო ჯგუფის მოწოდებას გამოეხმაურა, ბადრი პატარკაციშვილის საქველმოქმედო ფონდი გამარჯვება იყო. ფაქტიურად აი ამ დღიდან დაიწყო ეკლესიის და მთელი მონასტრის აღდგენა. სხვათა შორის უნდა აღინიშნოს, რომ მონასტერი შედგება 3 ეკლესიისაგან, რომლებიც განთავსებულები არიან 1 კილომეტრის რადიუსში ერთმანეთსაგან. ეს მონასტრები არის უძველესი, მიეკუთვნება მე-7 მე-8, არის კამათი და ლაპარაკობენ რომ მე-9 საუკუნეს, მაგრამ ისინი არიან უნიკალური. ეკლესიის აღდგენა 2002 წელს დასრულდა. ხოლო 2003 წლის 8 ივლისს ტაძარი ეკურთხა და კათოლიკოს პატრიარქმა სამადლობელი პარაკლისი გადაიხადა. ქართული დამწერლობის წარმოშობის საკითხი დიდი ხნის მანძილზე წარმოადგენდა სამეცნიერო დავის საგანს. ტრადიციით ქართული ანბანის შექმნას ქართლის პირველ მეფეს ფარნავას მიაწერდნენ. სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ექსპედიციამ, რომელსაც აკადემიკოსი ლევან ჭილაშვილი ხელმძღვანელობდა, 1986-2003 წლებში ნეკრესის ნაქალაქარზე უნიკალურ წარმართულ და ქრისტიანულ ძეგლებთან ერთად გამოავლინა უძველესი ქართული წარწერები, რომლებიც ძველი წელთაღრიცხვის ბოლო და ახალი წელთაღრიცხვის მე-4 საუკუნით თარიღდებიან. ამ უმნიშვნელოვანესმა აღმოჩენამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული ისტორიული წყაროების მონათხრობი იმის შესახებ, რომ საქართველოში დამწერლობა ჯერ კიდევ წინა ქრისტიანულ ხანაში, მეფე ფარნავაზის დრომდე, რამოდენიმე საუკუნით ადრე არსებობდა. გასული საუკუნის ბოლო 10 წლეულში ქართულ მეცნიერებას მძიმე დრო დაუდგა. გამონაკლისი არც არქეოლოგია იყო. 2003 წელს ყვარელში ნეკრესის ნაქალაქარის არქეოლოგიური გათხრებით ბადრი პატარკაციშვილის საქველმოქმედო ფონდი გამარჯვება დაინტერესდა და გათხრების დაფინანსება დაიწყო. არქეოლოგებმა მალე ნეკრესის ნაქალაქარის ტერიტორიაზე უძველესი ქართული ტაძარი იპოვეს. ისტორიული წყაროებიდან ცნობილი იყო, რომ მურვან ყრუმდე ყვარლის მახლობლად დიდი ქალაქი არსებობდა, მაგრამ კონკრეტულად სად არავინ იცოდა. მკვლევარები მას ნეკრესის ახლანდელი მონასტრის ტერიტორიასთან აკავშირებდნენ. უღრან ტყეში მუშაობისას არქეოლოგებს ხის მოჭრა მოუხდათ. ბარი დაკრეს და 39 მეტრის სიგრძისა და 15 მეტრის სიგანის გრანდიოზული ტაძარი იპოვეს, რომელიც 427 წლის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ 15 საუკუნის განმავლობაში მიწაში იყო ჩაფლული. ეს გახლავთ დიდი ბაზილიკა, ძალიან დიდი ბოლნისის სიონის ხელა ბაზილიკა არის და
მეოთხე საუკუნისა, რასაც ამდენი ხანია ქართველი ხელოვნებაცოდნეები, ქართველი არქეოლოგები ეძებდნენ თავისი ნივთიერი კულტურით, ისეთ ჩანს იმ პერიოდისა მეოთხე საუკუნის ბრინჯაოს ნაკეთობები, გამანათებელი ხელსაწყოებია ეს, ჭაღები შეიძლება დაერქვას, ლამპადები, სხვადასხვა ინვენტარი ლიტურგიისთვის საჭირო, მინის ჭურჭელი, ასე შემდეგ, ესე იგი, ანუ ეს ყველაფერი მოქცეულია აი ამ ბაზილიკის კედლებში, ვინაიდან ეს ბაზილიკა დაქცეული ყოფილა მიწისძვრის შედეგად. პატარკაციშვილის საქველმოქმედო ფონდის დაფინანსებით დაიბეჭდა და გამოიცა ლევან ჭილაშვილის ბოლო ნაშრომი ნეკრესის უძველესი ქართული წარწერები და ქართული დამწერლობის ისტორიული საკითხები, რომელიც არქეოლოგიური მასალის საფუძველზე მეცნიერულად ასაბუთებს ქართული დამწერლობის უძველეს წარმოშობას. ხოლო ნეკრესის ნაქალაქარის ტერიტორიაზე მეოთხე საუკუნის ქართული ტაძრის აღმოჩენას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოში ადრე ქრისტიანული ხანის შესწავლისათვის. მე პირადად ვიცნობ ბატონ ბადრის, შევხვედრი ვარ ჩვენ ესეთ აი სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით და მას აქვს იცით ინტერესი. იცით როგორ სუფთა სამეცნიეროც ის განათლებული კაცი გახლავთ თქვენ ხო ვინ დადასამალია ყველა ვიცით რომ მას აინტერესებს თავისთავად ეს კულტურის და ხელოვნების და ისტორიის საკითხები ისევე როგორც ყველა განათლებულ ადამიანს და კიდევ ახლა თუ მაგალითად რავი ესეთი ამაში ცუცს ვერაფერს ვერ ხედავ ბატონ ბადრის რაღაც ციტო განსაკუთრებული გზნობაც გააჩნია ამ ყვარელის მიმართ. ქართული თეატრის ისტორია წარმოუდგენელია დიდი ქართველი რეჟისორის კოტე მარჯანიშვილის გარეშე. 1956 წელს ყვარელში მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში აგებულ შენობაში, რომელიც რევოლუციამდე მარჯანიშვილების ოჯახს ეკუთვნოდა, ცნობილი საზოგადო მოღვაწის პლატონ კეშელავას ინიციატივით რეჟისორის სახლ-მუზეუმი გაიხსნა. მუზეუმმა დიდი და საინტერესო გზა განვლო მრავალმა უცხოელმა თუ ადგილობრივმა ადამიანმა ინახულა მუზეუმი. მუზეუმი დღითი დღე იზრდებოდა, ფონდები ივსებოდა ბევრი საინტერესო მასალით. ჩვენს ფონდებში 3000-მდე ერთეული ინახება. ეს არის მარჯანიშვილის ხელნაწერები, მის მიერ დადგმული სპექტაკლების აფიშები თუ პროგრამები, ბევრი მისი თანამედროვეების წერილები და ბევრი საინტერესო მასალა. მაგრამ ისე როგორც ყველა ჩვენს დაგვარდგა ცუდი დრო, დღე მას შემდეგ, რაც საშინელება დატრიალდა საქართველოში. 1984 წლიდან მოყოლებული მარჯანიშვილის სახლ-მუზეუმში არც რემონტი გაკეთებულა, არც გამოფენა არ განახლებულა. მართალია მნახველს ვღებულობდით, მაგრამ დღითი დღე იქცეოდა და ინგრეოდა მუზეუმი. 2002 წლის ნოემბერში მუზეუმს ქართველი ბიზნესმენი და მეცენატი ბატონი ბადრი პატარკაციშვილი ესტუმრა. სულ მალე პატარკაციშვილის საქველმოქმედო ფონდის მხარდაჭერით მუზეუმში მნიშვნელოვანი სარემონტო სამუშაოები ჩატარდა. შენობა გადაიხურა. შეკეთდა და შეიღება სახლის კედლები. აღდგა სახლის წინ ოდესღაც არსებული ვარდების ულამაზესი ბაღი. შემოიღობა ეზო და ყვარელის საამაყო სახლ-მუზეუმმა ახალი ცხოვრება დაიწყო. დიდი მადლობა ამისათვის ბატონ ბადრის, რა თქმა უნდა. ჩვენ არ დაგვავიწყდება ეს, ჩვენ გამოვხატეთ ეს სიხარული, ეს მადლიერება, არა მარტო მე, არამედ თვითეულმა ყვარლელმა. ყოველ ნაბიჯზე მაჩერებდნენ და ისე მილოცავდნენ თითქოს მე საკუთარი შვილი ყოლოდეს და შვილი შემძენოდეს. პირველი ცნობები წინანდლის შესახებ საქართველოს ისტორიაში მე-15 საუკუნეში ჩნდება. თუმცა პოპულარობა სოფელს მე-17 საუკუნიდან იქ მოსახლე ჭავჭავაძეთა დინასტიამ მოუტანა. გარსევან ჭავჭავაძე, მეფის კარზე მივლენილი პირველი ქართველი ელჩი, ხოლო მისი ვაჟი ალექსანდრე რუსეთის დედოფლის ეკატერინე მეორის და მისი მემკვიდრის ალექსანდრეს ნათლული იყო.
მისი ისტორია იწყება ჭავჭავაძეებით, თუმცა მერე უკვე სხვანაირად განვითარდა ეს გარსევან ჭავჭავაძე, რომელიც იყო ერეკლე მეფის წარგზავნილი მინისტრი, სრულუფლებიანი მინისტრი იყო საგარეო საქმეთა, ასე ვთქვათ, რუსეთის კარზე. გარსევან ჭავჭავაძეს ებოძა ეს მამული საჩუქრად მეფისგან და ეს არის მე-19 საუკუნის დასაწყისი. მე-19 საუკუნის 50-იან წლებში წინანდალი შამილის მებრძოლებმა დალაშქრეს და იქ მყოფი ჭავჭავაძეების ოჯახი ტყვე დაიყვანეს. ამ დროს გადაიწვა სასახლე, განადგურდა ბაღი და შეიძლება ითქვას დაიქცა ჭავჭავაძეების მამული. ოჯახის წევრების გამოსასყიდად დავით ჭავჭავაძეს დიდძალი თანხის აღება მოუხდა რუსეთის ბანკიდან, თუმცა ოჯახი დაიბრუნა, მამული სამუდამოდ დაკარგა. მე-19 საუკუნის 80-იანი წლებიდან მამულს ეგრეთ წოდებული საუფლისწულო მამულების დეპარტამენტი ყიდულობს. ჭავჭავაძეების განადგურებული მამულის ადგილას ინჟინერ-არქიტექტორი ალექსანდრე ოზეროვი ახალ სასახლეს აშენებს და მამულის მეურვედაც ისინიშნება. ამ დროს შენდება წინანდალის ღვინის ქარხანა და რამოდენიმე ადმინისტრაციული შენობა, რომელსაც დღეს ამ ტერიტორიაზე ვხედავთ. მინდა რომ აღვნიშნო უნიკალური როლი წინანდლის საერთოდ საქართველოს ისტორიაში. ერთი არის მისი სულიერი როლი და სულიერი დატვირთვა, რაც ჭავჭავაძეების სახელს მოყვება ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახს და ასე შემდეგ. და სუფთა ესეთი სახელოვნებაცოდნეო არქიტექტურული თვალსაზრისით ეს არის თითქმის ერთადერთი თუ არ ჩავთვლით დადიანების არქიტექტურულ კომპლექს საერო მამული, რომელიც ესეთი ერთი არქიტექტურის პროფესიულ ხელს ატარებს. რევოლუციის შემდეგ მამული მუზეუმს გადაეცა და ჭავჭავაძეების ულამაზეს ბაღში სამთავრობო რეზიდენცია აშენდა, სადაც საბჭოთა ლიდერები მნიშვნელოვან სტუმრებს იღებდნენ. სასახლეში კი წლების განმავლობაში სახურავიდან წყალი ჩადიოდა და უნიკალურ ავეჯს, წიგნებს, მნიშვნელოვან ფერწერულ ნამუშევრებს და ფოტოებს აზიანებდა. მრავალი სოციალური და პოლიტიკური პრობლემით დამძიმებული ქვეყნისთვის ძნელი აღმოჩნდა წინანდლის სასახლის მოვლა. არავითარი რესტავრაცია წინანდალში არ გაკეთებულა წლების განმავლობაში, იყო რემონტები. ისეთი ნამდვილი საბჭოთა რემონტი, რომელსაც სამწუხაროდ რესტავრაციასთან კავშირი არ აქვს. 2003 წელს ბადრი პატარკაციშვილის საქველმოქმედო ფონდის დახმარებით სასახლეში საკონსერვაციო სამუშაოები ჩატარდა. შენობა გადაიხურა. ბაღი გაიწმინდა. შეკეთდა გარე განათება. იტალიელი მისიონერი არქანჯელო ლამბეტი, რომელმაც საქართველოში 1631-1649 წლებში იმოგზაურა, ასე აღწერს დასავლეთ საქართველოში სამეგრელოს მთავრების დადიანების სასახლეს. მთავარს 50-ზე მეტი სასახლე აქვს, რომელთა შორის უმშვენიერესია ზუგდიდის სასახლე. იგი აგებულია საუცხოო ქვისგან და შესანიშნავია როგორც სივრცე სიდიდით, ისე ფანჯრების, აივნების და ირანული მხატვრობის სიმშვენიერით. დადიანების სასახლეები არის მართლაც უნიკალური ნაგებობა. ეს არის ამიერკავკასიის მშვენება, როგორც მას უკვე თანამედროვე ენციკლოპედიურ გამოცემებში ეძახიან. ნაგებობა, რომელშიც არის შერწყმული საერო არქიტექტურის და საეკლესიო არქიტექტურის უნიკალური ნიმუშები ერთად. ორი სასახლე, კარის ეკლესია, მთავრისეული ბაღი, მთავრისეული შადრევანი და ტრიუმფალური ჭიშკარი. ასეთი ნაგებობების პოვნა ამიერკავკასიაში ძალიან ძნელია. სასახლეები არის აშენებული მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული არქიტექტორის თეოდორ ბლორის მოსწავლეებისა და მისი ნახაზების მიხედვით. უფრო კარგად რომ მიხვდეს მაყურებელი ვინ არის ეს თეოდორ ბლორი, მე შემიძლია დაგისახელოთ მისი ქმნილება, ეს გახლავთ ბიგ ბენის სასახლე. დადიანის სასახლეში, მის არქიტექტურაში და იქ დაცულ ნივთებში საქართველოს ისტორიის ძალიან მნიშვნელოვანმა ნაწილმა მოიყარა თავი. სასახლეში 50,000-ზე მეტი უნიკალური ნივთია დაცული. მათ შორის თამარ მეფის დედის, ბორდოხან დედოფლის ხატი, ღვთისმშობლის კვართი, ოქროს, ვერცხლისა და ფაიფურის ნატიფი ხელოვნების ნიმუშები და უნიკალური ბიბლიოთეკები. ნაპოლეონ ბონაპარტის 63 ნიღბიდან
ერთ-ერთი დადიანების სასახლეში ინახება. აქვეა კავკასიის ომებთან დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი კოლექცია. მსგავსი კოლექცია მსოფლიოს არც ერთ მუზეუმს არ აქვს. მთელი რუსეთ-კავკასიის ომი, შამილის პირადი მემორიალური ნივთები, შეიხ მასურის პირადი მემორიალური ნივთები და მთელი განმანთავისუფლებელი მოძრაობა, რომელიც მიმდინარეობდა კავკასიაში, არის ამ სასახლეში დავანებული. ოქროს ხმლები, ბრილიანტის ჯვრები, შამილის ხელნაწერები, არ ვიცი, მთელი ისტორია, ვისაც უნდა კავკასიის ისტორიას თვალი გადავლოს, აუცილებლად ამ არქივს სამხედრო კანცელარიას უნდა მიაკითხოს. 90-იანი წლების დასაწყისში დადიანების სასახლე განადგურების წინაშე აღმოჩნდა. საჭირო თანხების არარსებობის გამო ვერ ხერხდებოდა სპეციალური სამუზეუმო ტემპერატურის დაცვა, უნიკალური ნივთების რესტავრაცია და შენობის კაპიტალური რემონტი. საგანგაშო სიტუაცია შეიქმნა ნიკო დადიანის სასახლეში, სადაც ინახებოდა და დღემდე ინახება ვერსალსა და ლუვრში დამზადებული საიმპერატორო ავეჯი. უნიკალური ბიბლიოთეკა ნაპოლეონ ბონაპარტის პირადი კაბინეტიდან, ნუმიზმატიკური კოლექცია ძველი რომაულიდან მე-19 საუკუნის რუსულ მონეტებამდე და ხელნაწერთა უნიკალური ფონდი. სასახლის აფხაზურ დარბაზს, სადაც ილია ჭავჭავაძემ ცნობილი სიტყვები წარმოთქვა: მოვედი სამეგრელოში და ვნახე საქართველო, განადგურება დაემუქრა. დარბაზში წვიმდა, გაჩნდა სოკოვანი დაავადება, რაც მალე სასახლის თავიდან ბოლომდე დანგრევას გამოიწვევდა. ჩვენ გავამზადეთ ერთი პატარა განცხადება და მივმართეთ ბადრი პატარკაციშვილის ფონდს. ძალიან მოკლე და კონკრეტულად იყო ჩამოყალიბებული ჩვენი პრობლემები. 3 დღეში იყო პასუხი. 3 დღეში იყო პასუხი, რომ ფონდი მზად იყო, რომ დახმარებოდა დადიანების სასახლეს. პირადად ბატონი ბადრი ეწვია ნიკოსეულ სასახლეს, მან დაათვალიერა და გითხრა, რომ პრობლემა უახლოეს მომავალში გადაწყდებოდა. და თამამად შემიძლია გითხრათ, რომ მსგავსი სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომელიც განახორციელა ბადრი პატარკაციშვილის ფონდმა, ამ სასახლეში მინიმუმ 200 წელი არ განხორციელებულა. 1800 კვადრატული მეტრი სახურავი მთლიანად გამოიცვალა. გამაგრდა მზიდი არქიტექტურული დეტალები. პატარკაციშვილის ფონდის დაფინანსებით რეკონსტრუქცია ჩაუტარდა არა მარტო ნიკოსეულს, არამედ თეოდორ ბლორის არქიტექტურულ ნაგებობას, ეკატერინე დედოფლისეულ სასახლეს, სადაც სპეციალური ვენეციური მასალით გამაგრდა შენობის ყველაზე მნიშვნელოვანი და ლამაზი დეტალები. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ არა პატარკაციშვილის ფონდის დაფინანსება ქართველი ხალხი დადიანების სასახლის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს დღეს დაკარგავდა. რომ არა დროული დახმარება ამ ფონდისა, ჩვენ ძალიან ბევრ გამოუსწორებელ შედეგს მივიღებდით. იმიტომ რომ ვიმეორებ, ეს იყო ის წლები, როცა სახელმწიფოს ამ საგანძურისათვის არ ეცალა. ჟამი ქვათა შეგროვებისა. ყოველივეს თავის დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი აქვს ცისქვეშეთში. ჟამი შობისა და ჟამი სიკვდილისა. ჟამი დანგრევისა და ჟამი დანგრეულის აღმოფხრისა. ჟამი მოკვდინებისა და ჟამი განკურნებისა. ჟამი ნგრევისა და ჟამი შენებისა. ჟამი ტირილისა და ჟამი სიცილისა. ჟამი გლოვისა და ჟამი ლხინისა. ჟამი ქვათა მიმოფანტვისა და ჟამი მათი შეგროვებისა. ჟამი მიჯნურთა პაემანისა და ჟამი მათი გაყრისა. ჟამი პოვნისა და ჟამი დაკარგვისა. ჟამი შენახვისა და ჟამი გაფლანგვისა. ჟამი დარღვევისა და ჟამი შეკვრისა. ჟამი დუმილისა და ჟამი უბნობისა. ჟამი სიყვარულისა და ჟამი სიძულვილისა. ჟამი ომისა და ჟამი მშვიდობისა. ეკლესიასტე